იცოდეს და კულტურის სიახლეები გავაცნოთ ამ შემთხვევაში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი სიმბოლურად მაესტროს მიერ აღზრდილმა პიანისტებმა მსოფლიოში აღიარებულმა მუსიკოსებმა გახსნეს. კონცერტზე შოპენის, შუბერტისა და რაველის ნაწარმოები იყო წარმოდგენილი, რომელიც ძირითადად 4 ხელში შესრულდა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. Ჩვენ წლევანდელი ფესტივალი გაცილებით მასშტაბური და მრავალფეროვანია, ვიდრე შარშანდელი. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, მათ შორის ბატონი გიზე ამირეჯიბის აღზრდილები, ალექსანდრე კორსანტია, მანა დოიჯაშვილი, ირმა გიგანი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, აგრეთვე უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლებიც, კერძოდ იაპონელი კენ აისო და იტალიელი პიანისტი გლორია კამპანერი. მოხარული ვარ, რომ ეს ფესტივალი წელს უკვე მეორედ ტარდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ტრადიციად იქცევა ყოველ წელს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ჩატარება. რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, ვფიქრობ, რომ საინტერესო უნდა იყოს რამდენიმე მიზეზის გამო. წელს დაგვემატენ უცხოელი შემსრულებლები, რომლებიც ხვალდაზე გწარსდგებიან მსმენელის წინაშე. ისევ ჩვენთან ერთად არის საქართველოს სიმფონია და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, შემოგვერდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი მაესტრო ჯანლუკა მარჩანოს დირიჟორობით და მონაწილეობენ ასევე ახალგაზრდები. და კიდევ